საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევათა სანდოობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის თაობაზე ლაპარაკია ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად მოამზადეს. კვლევის თანახმად ოქტომბრის არჩევნების დროს ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვების მონაცემები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და რეალური შედეგისგანაც. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა კი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოყენებულმა განსხვავებულმა მეთოდოლოგიებმა მოახდინა. ექსპერტები კვლევით ორგანიზაციებს რეკომენდაციებს ასაძლევენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციხის კადრებს ნამდვილად ჰქონდა გავლენა ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე და ამიტომ შესაძლოა სოციოლოგიური გამოკითხვებისას გარკვეული მიკერძოებული აზრი შექმნილიყო. კვლევის ძირითადი მიზანი ის არის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადაისინჯოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციების მიერ გამოყენებული მეთოდები. კვლევის დროს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებდით. ერთი მხარის ცნობით იყო ზეწოლა და დაშინებები, თუმცა მეორე მხარეს თუ მოусმენდით, სხვაგვარი სურათი იქმნებოდა. ბევრ ადამიანს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვისთვის მიეცახმა, თუმცა ამას გარკვეულწილად განსაზღვრავდა კითხვარების შედგენის მეთოდიც. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები უკეთ იყოს დასაბუთებული. ასევე საჯარო გახდეს ინფორმაცია კვლევის დამფინანსებლისა და შემკვეთის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ძალიან კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ კვლევებზე მუშაობს, გარკვეულწილად ერთმანეთში შეთანხმდეს მეთოდოლოგიაზე, გამოკითხვის ძირითად პრინციპებზე, იმისთვის, რომ ესეთი მნიშვნელოვანი განსხვავებები სამომავლოდ აღარ იყოს მათ კვლევებს შორის და საზოგადოებაში გაიზარდოს დობა საერთოდ საზოგადოებრივი კვლევებისა და სოციოლოგიური გამოკითხვებისადმი.